ფულის გამო ეზომ და ეს ობიექტურად ესე ხდებოდა. ეს კი არა არისო. ბევრ ლოკაციაზე რუსები მართლა ფულის გამო ბრძოლობდნენ საკუთარ მეთეთმეებს სხვაგან, მაგრამ როცა იქ არის სტრატეგიული ინტერესი. შენ რა გონი ხა ვინმე აფრინდება ესე კი იქ არის სტრატეგიული ინტერესი და ნებისმიერ აფრენა შეთანხმებული იყო რუსებთან. და მათ არც ფული არ სჭირდებოდა და არც არაფერი. ან შეიძლება უხდიდნენ, მაგრამ ასე ვთქვათ, რუსებს სდომოდათ ეს არ მოხდებოდა. რომ იქ არის ინტერესი უკვე. პასიური თანხმობაც უცებ ეს რომ ყოფილიყო სადაც კამჩატკაზე კი ვიღაცა შეიძლება რა ასა იქნება, მაგრამ აქ როცა არის ინტერესი სტრატეგიული. გადაფრენილი იყო სალმე მაგ. ხო, მათ შორის არ ვიცი ესე მომხდ. მაგალითად ჩვენს ყავდა მაგალითად რუსი პილოტი, რომელიც ჩვენზე მუშაობდა. მე მაგალითად ხა ჩარკესების მსმენია, ხართ რამდენად ნამდვილი არის, რომ ჯერ კიდევ აქ ამსახურდიას პერიოდში, რომ პირველად დაიწყო საუბარი, რუსები მოდიოდნენ ჩვენთან და ეუბნებოდნენ, რომ ბიჭებო, ვიმსახურებთ თქვენთან და თვითფრენაოსაც დავიტოვებთ. უბრალოდ მოგვიცეთ ფული. იმიტომ რომ ჩვენ რუსეთში წავალთ, ამ ხელას ვერავინ ვერ მოგცემს. ჩვენებს ხომ რისი ფული ქონდათ და დავკარგეთ, მე ესე ვიცი არ ვიცი სიმართლე არ თუ არა. მაგრამ არ გამიკვირდება რომ სიმართლე იყოს. იმიტომ გავს ისტორიები ვიცი ძალიან ბევრი. და კი რუსები აი ესე ამ ქაოსს ხსნიდნენ იგივე საჰაერო ეტაპობებსაც.